მეჩვენება რომ ის ხალხი რომელიც ეკლესიაში დადის იმათ რაღაცა სხვა ისტორიის ჯერათ აი როგორც ბიბლიას როგორც წითელ ქუდას ზღაპარს ესე უყურებენ და გონიათ რომ ის ზღაპარი ცალკეა რაღაცა ზღაპარი წითელ ქუდასი რომელიც რაღაცნაირად უნდა გჯეროდეს რა მაგრამ ცხოვრება თითქოს თავისით იზოლირებულად არის ამ ზღაპრისგან რა და სინამდვილეში ეს ისტორია რომელიც ფაქტობრივად საფუძველი გახდა იმის რომ დღეს ჩვენ აი ესეთები ვართ როგორებიც ვართ დღევანდელი ცივილიზაცია შეიძლება მოგწონდეს შეიძლება არ მოგწონდეს შეიძლება პრობლემებს ხედავდეს შეიძლება წარმატებებს ხედავდეს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა რაღაცას ხედავს 21 საუკუნის კაცობრიობაში ან სხვადასხვანაირად შეიძლება დაინახოს როგორ შეიძლება აპოკალიპტური სურათი დაინახოს რომ თქვას რომ იცი რა აი ჩვენ დღეს პირველად შეგვიძლია რომ რა მთელი კაცობრიობა მაგალითად გავანადგუროთ რაღაც ბირთვული ომი მოვაწყოთ მაგრამ მეორე მხრივ შეგვიძლია სასწაულები ჩავიდინოთ და ადამიანები გადავარჩინოთ რომლის გადარჩენაც თქვათ აი 2000 წლის წინ ჩვეულებრივი სასწაული იყო რომელიც დადიოდა ერთი კაცი რაღაცას ახდენდა სასწაულებს ხო და აი დაახლოებით აი ის იდეები რომ დავიჯერეთ ჩვენმა ნაწილმა კაცობრიობის ქრისტიანული ცივილიზაცია რასაც ქვია ჩვენ დღეს შეგვიძლია რაღაცა მიახლოებით ესეთი სასწაულები მოვახდინოთ რომელიც მაშინ რომ გეჩვენებინა დღეს თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში რა შეგვიძლია ნუ ამ ნახდათ სასწაულებად ჩათვლიდნენ რა რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ ან რა ვიცი გინდა ადამიანების გადარჩენის თვალსაზრისით გინდა ტექნოლოგიის თვალსაზრისით მანამდე ხო იყო რაღაც ქრისტიანობა იუდაელობის ასე ვთქვათ იმაში ნაწილში ძველი აღთქმა რა რომელზეც დაშენდა ახალი და ახალი რა იყო რა რომ ახალი იყო რომ გიყვარდეთ სიმართლე და ერთმანეთი ანუ გიყვარდეთ სიმართლე და ერთმანეთი ანუ სიმართლე ცალკე რომ გიყვარდეს კი შეიძლება რომ რაღაც მაგალითად ინტელექტუალურად რაღაცა სიმართლე ფაქტების ერთობლიობა დაადგინო რა და თქვათ გააკეთო არ ვიცი რაღაც მომაკვდინებელი ახალი ვირუსი ან მაგალითად რა ვიცი გააკეთო ატომური ბომბი ან რაღაც ისეთი რომელსაც არანაირი თქვათ ისეთი სასიკეთო დანიშნულება არ აქვს რა შეიძლება ესეც სიმართლე იყოს მაგრამ თუ ამას რაღაცა მიზანი ერთმნიშვნელოვნად ბოროტი აქვს რა მე მგონი ჯობია რომ არ გავაკეთოთ ანუ აზრი არ ქონდეს ამის გაკეთებას მაგრამ თუ სინამდვილეში ამას რაღაცა ნებისმიერ ჩვენს ქმედებას მიზნად იმას დავუყენებთ რომ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს როგორ გავუმარტივოთ ერთმანეთს შეუმსუბუქოთ ერთმანეთს ცხოვრება რაც არის ჩემი აზრით ქრისტიანული ცივილიზაციის შედეგი რომ დღეს ჩვენ რაღაც ტყეში კი არა რაღაც არ დავბივართ არამედ რაღაცნაირად ყველაზე უფრო კაცობრიობის ისტორიაში 8 მილიარდი ადამიანი ამ პლანეტაზე არასოდეს არ გამოკვებილა ანუ შეგვიძლია რომ რაღაცნაირად იმის გამო რომ ბევრი სიმართლე ვიცით ერთმანეთს ისე დავეხმაროთ რომ ხალხი შიმშილით არ იხოცებოდეს ან ერთმანეთს ისე დავეხმაროთ რომ ხალხი დაავადებებით არ კვდებოდეს ანუ შეგვიძლია ანუ ვიცით რაღაცა და შეგვიძლია რომ ესე გავაუმჯობესოთ ცხოვრებას ის საფუძველზე იმიტომ რომ რაღაცა ვიცით ანუ სიმართლე ვიცით რომ რაღაც სამყარო ესეა მოწყობილი ჩვენ შეგვიძლია რომ თუ გჯერა რომ სამყაროს გაგება შეგვიძლია და ერთმანეთი გვიყვარს შეგვიძლია რომ უფრო მეტი და მეტი გავიგოთ და ეს სამყარო ისე შევცვალოთ როგორც თქვა ცივილიზაციამ შეცვალა ბოლო 2000 წლის განმავლობაში ეს არის ხო რაღაცნაირად ის შინაარსი რომელიც შინაარსითაც რა ვიცი თუ რამეს აზრი აქვს რა თუ ეკლესიას რამე აზრი აქვს თუ ზოგადად სწორის და არასწორის გარჩევას რამე აზრი აქვს თუ ლაპარაკს რამე აზრი აქვს ანუ ეს არის ქრისტიანობა ამის აღსანიშნავად უნდა წავიდეს რაღაცა ერთ კვირაში ქართველი ხალხი რა ვიცი დასასვენებლად თუ აღსანიშნავად რაღაც საკუთარ მამაპაპისეულ სახლებში სოფლებში თუ ასე შემდეგ რა უნდა აღნიშნოს ეს უნდა აღნიშნოს რომ სიმართლით ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ შენ არ იცი ამის შედეგი რა შეიძლება იყოს ანუ უნდა გწამდეს რომ უკეთესია ვიდრე ტყუილში ცხოვრება ვიდრე რაღაცნაირად მორჩილება ანუ ეს არის შინაარსი რომ ერთი ადამიანი რომელიც განსხვავებულად ფიქრობს ვიდრე შეიძლება მის გარშემო მთელი საზოგადოება ფიქრობდეს და საერთოდ არ იმსახურებდეს იმ სასჯელს რომელიც მან რომელიც ადამიანებმა მას მიუსაჯეს რაღაც ადამიანებმა რომელმაც არ იფიქრეს არ გაიაზრეს
რაღაც სხვა კრიტერიუმებით მოკლედ რა სასწაულებს ახდენდა და რატო ახდენდა, რატო თქვა რომ მეფე ვარო, ხო? ანუ რატო თქვა რომ მე ვარო რაღაცა ღმერთის შვილიო, ანუ ამის გამო ვიღაც ტიპი რომელიც სულ სიკეთეს აკეთე და მნიშვნელობა არ აქვს, მე იმის ისტორიას კი არ ვიძახი რომ გინდა თუ არა წითელქუდა ზღაპარი უნდა დავიჯეროთ, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ რომ ეს არის რაღაც კაცობრიობის მიერ შექმნილი რაღაც მორალური გამოცდილება რა, რომელიცაც ცხოვრება უფრო მარტივია, უფრო სწორია და აზრი აქვს და ამ აზრის გამო შეგიძლია რომ ბევრი წინაღობა გადალახო, ბევრი პრობლემა გადაჭრა. ანუ ეს არის ხო ქრისტიანობის შინაარსი. ხო და სინამდვილეში მთელი ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთელი ჩვენი საზოგადოება ყველა კომპონენტში მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკა იქნება, ბავშვების აღზრდა იქნება, რაც არ უნდა იყოს რა, ყველა კომპონენტში ამის საპირისპიროდ ვცდილობთ რომ მოვიქცეთ, ან ვიქცევით. აი მაგალითად რაღაც რო ვამბობთ რომ გიყვარდესო, ხო, თუ გიყვარს ხო არ ძალადობ. ვისაც გიყვარს იმას ხო არ პარავ, ვისაც გიყვარს იმას ხო არ ატყუებ, რაღაცებს არ ატყუებ, ხო? ანუ შენ გიყვარს ნიშნავს იმას, რომ ამის შესაბამისი რაღაც შემდეგი ქმედებებია, ხო? ოღონდ იერარქია ესეთი, რომ ჯერ რაღაცა გიყვარს ვიღაცა ან რაღაც ადამიანი, იცი რომ ამ ადამიანის სიყვარულის რეალიზება მხოლოდ სიმართლით შეიძლება და მე უკვე რაღაცნაირად ქვედა ღირებულებები მოდის რა, ანუ თავარი ღირებულებები, მე ქვედა ღირებულებები მოდის. თუ იცი რომ ამ ადამიანს შენ უნდა დაეხმარო მაგალითად რაღაცა სხვადასხვა იპოსტასში რა, თუ ახალგაზრდა ხარ, შენს მეგობარს უნდა დაეხმარო, მე რომ გაიზრდები და რაღაც ოჯახს შექმნი, მე შენს ოჯახს უნდა დაეხმარო, ანუ მე შენს შობლებს უნდა დაეხმარო, მე თუ მეტი უნარი და ერთი ადგილი აღმოგაჩნდა, შენს სოფელს უნდა დაეხმარო, მე რაღაცა ქალაქს უნდა დაეხმარო და ესე იერარქიულად რა, ვისაც რისი რა დონეზე მიღწევა შეუძლია, ისე ეხმარება. იგივეა ბიზნესში, ხო, ვიღაცა შეუძლია, რომ მასკია მაგალითად, რომელმაც სამყაროს იმდენი რაღაცა გაუკეთა, რომ ნუ რავი, აი ესე დაეხმარა და ესე გამოვლინდა, რომ აი ეს კაცი თურმე სამყაროს ასე დაეხმარა. სხვებზე მეტად დაეხმარა, მოდი ასე ვთქვათ რა. და ეს სამართლიანია და თუ ეს სამართლიანია, ჩვენ აი რაღაც ესეთი ადამიანების არ უნდა შეგშურდეს პირიქით, აი ესეთი ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენთვის მოდელური ადამიანები, თქვათ მასმერე რაც აი ეს წითელქუდა ზღაპრის ნაცვლად თუ ამ ტექსტს წავიკითხავთ როგორც რაღაცნაირი მორალური შინაარსის მქონე ტექსტს, მაშინ გამოვა რომ ჩვენ ესეთი ადამიანები უნდა დავაფასოთ, ისეთი ადამიანები უნდა დავაფასოთ, რომლებმაც რაღაცები იციან, ანუ შრომა და ენერგია ჩაადდეს იმაში, რომ რაღაცების ცოდნოდათ, მაგალითად, არ ვიცი, კარგი ექიმები იყვნენ, პილოტები იყვნენ, არ ვიცი, მასწავლებლები იყვნენ, ვიღაცები იყვნენ, ანუ ესეთი რაღაცები უნდა დავაფასოთ რა. და ოკეი, მაშინ ესე ყველაფერი ამაში რა გვიშლის ხელს, რომ წარმოვიდგინოთ და ასეთი მაღალი იერარქიის ამბავი არის, რომ თუ ერთმანეთი არ გიყვარს და სიმართლეს არ აფასებ, მაშინ რა ხდება? მაშინ ერთმანეთი გძულს. ხო და ეს რაღაცნაირად აი მთელი საზოგადოება, მათ შორის აი პოლიტიკური ცხოვრებაც ხო ამის ნაწილია ჩვენი, რომ აი ჩვენ უყურებთ ამ ჩვენ საზოგადოებას, ხედავთ, რომ ამ ჩვენ საზოგადოებაში უდიდეს ნაწილს ერთმანეთის ძულს. რავი, რატო ძულს? სხვა ადამიანები, აი მაგალითად ახლა ის ჩვენ ხო რაღაც იმაში არ ვცხოვრობთ, რაღაც ის ხო არა მაქვს მხოლოდ კი გავს რაღაცა თვალსაზრისით, აი თუნდაც დილის ლაივები იქნება თუ რაღაც ქადაგებას გავს რა, ანუ გავს რომ შენ აზრს იძახი, რა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება უბრალოდ ვერ წარმოგიდგენია აი იმ სეტინგში როგორია სწორი თქმა, როდესაც მაგალითად მოდელი გამოდის და ის ლაპარაკობს, რომ დღეს ორშაბათია, რა ვიცი, დღევანდელ დღეს, არ ვიცი, ქრისტე იერუსალიმში შევიდა და იქ რაღაცა არ ვიცი, ლეღვის ხე გაახმო, მე იქ შევიდა და უთხრა, რომ იცი რა, ერთმანეთში ნუურევთო მორალსო და მორალს და რაღაც კომერციასო ერთმანეთში სხვადასხვა რამეაო და რაღაც გამოყარა ეკლესიიდან ვაჭრები, რაღაც სხვა ფუნქცია რო შეძინეს, ანუ ფუნქცია რო აურიეს იმ ადგილს კონკრეტულად, რომელშიც იდეაში სხვა საქმე იყო, რომ გასაკეთებელი, ანუ მორალი იყო გასარჩევი და არა სავაჭრო ადგილი არ იყო. ერთმანეთში ნუურევთო. ანუ ეს ისტორია ხო სინამდვილეში იმისთვის არის, რომ არც მღვდელმა თავის იმას რა ქვია, სამწყსოს თუ
თავის მრევლს მოუყვეს და ამაზე მე იფიქრონ. ერთად იფიქრონ ადამიანები, მაგრამ უბრალოდ ამაზე ფიქრი რადგინა თუ ეს საკუთარ ცხოვრებაში არ გადმოიტანე. ხო და საკუთარ ცხოვრებაში როგორ უნდა გადმოიტანო ეს, რომ რაღაცა კონკრეტული უნდა შენიშნო რა, რომ უნდა შენიშნო, რომ ეს სამართლიანია თუ უსამართლოა. აი თუ ასე მოვიქცევით და ასეთი წესრიგი გვექნება, ეს წესრიგი რა შედეგს დააყენებს. შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ სამართლიანი წესრიგი რა შედეგს დააყენებს. ანუ მაგის პროგნოზირება არ შეგვეძლოს. აი კაკრას მაგას ნიშნავს, რომ ღმერთს მივედოთ, მოდი სწორად მოვიქცეთ და რაც იქნება, ის იქნება ჩვენი რწმენით საუკეთესო შედეგი. იმიტომ რომ საუკეთესო შედეგი არ ვიცით რა შეიძლება იყოს. ის შეიძლება სასწაული იყოს რა, მაგალითად აი მართლა საუკეთესო შედეგის წარმოქმნა რთულია. მაგრამ აი როდესაც ხედავ რომ აი ამ მორალურ პრინციპებს რაღაცა ეწინააღმდეგება, მაგალითად ნაცვლად იმის რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, ადამიანებს ერთმანეთი ზუდთ და ნაცვლად იმის რომ ერთმანეთში ითანამშრომლობენ, ადამიანები ერთმანეთს რაიმე საქმის გაკეთებაში ხელს უშლიან და მთელი საზოგადოება თუ ასეთ წესრიგშია მოწყობილი, მისი ყველა კომპონენტი რა დაწყებული არ ვიცი ბავშვის აღზრდიდან, არ ვიცი დამთავრებული ამ ადამიანის მკურნალობით, არ ვიცი სახელმწიფო მოწყობით, სასამართლოთი, ყველა კომპონენტით რა, რაც რა ვიცი ადამიანების საზოგადოებას აქცევს ან რაღაცა წარმატებულ, წინ მიმავალ და რაღაცნაირად მომავლის იმედის მქონე საზოგადოებად ან აქცევს ფრუსტრაციაში, აი როგორც დღეს ამ ინდია, ფრუსტრაციაში ჩავარდნილ საზოგადოებად, რომელმაც არ იცის ხვალინდელი დღე როგორი ექნება და ზოგს რისი ჯერა და ზოგს რისი ჯერა. ანუ და თურმე შეიძლება რომ რისიც გინდა იმის გეჯეროს და ყველაფერი მოსულა და ჩემი აზრით არ მოსულა, იმიტომ რომ ამას იდეაში კაცობრიობის ისტორია აჩვენებს, რომ არ მოსულა. ანუ ვიღაცა ტიპები, ვიღაცა საზოგადოებები, რომლებიც არასწორი მორალით ფუნქციონირებდნენ, ну ისინი აღარ არსებობენ. ფაფუ გაქრა. ხო და ვიღაცები ვარსებობთ და თუ ჩვენც აი ესე არასწორად გავაგრძელებთ ქმედება, შეიძლება არ ვარსებობდეთ, როგორც თუნდაც რაღაცა იდენტობის მქონე საზოგადოება, ქართველები რო ქვია, ან შეიძლება ვარსებობდეთ თუ რაღაცნაირად პლუსში ვიქნებით რა, მორალურ პლუსში ვიქნებით. აი წარმოიდგინეთ, რომ ჩამოდივარ სოფელი დიღმიდან, ჩამოდივარ და არის გრძელი საცობი. აი თუცად რა ხდება რა? ხდება ის, რომ ეს ხალხის უდიდესი ნაწილი კი დგას, მაგრამ ვიღაცები თავისუფლებას აძლევენ, რომ ჩაიარონ ესე რა, საწინააღმდეგო იმაზე რა ქვია, საპირისპირო გზაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში საცობი მაინც გაკეთდება რა. ელემენტარულად ის ადამიანები, ვინც მორალურ წესრიგს იცავენ, ზარალდებიან, წუთებში გამოიხატება, რომ როგორი იზრდება მუდმივად იმ მარშრუტის სანგრძლივობა, როცა შეხედავ, რომ შენს გვერდზე მანქანები ჩამოდიან და იმ გრძელ საცობში შენს წინ სადღაც დგებიან. ანუ შენ ისე უკან რჩები, იმიტომ რომ ზოგადად ეს კი გადის, ეს ტალღა, მაგრამ გადის იმის ხარჯზე, რომ ანუ ვიღაცა წესრიგი დაიცვა და დაელოდა და ვიღაცამ გადაჭრა, იმიტომ რომ ფეხებზე ეკიდა ეს რა ვიცი, ასობით თუ ასეულობით სხვა ძღოლი ან გზაური რა. ანუ ეს ყველაფერში ვლინდება, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენს ალბათ უამრავჯერ შეგინიშნეთ და განცდა გაქვთ, რომ ეს რაღაცა უსამართლობაა. ხო და ესეთი უსამართლობა ყველგან ხდება, აი ყველა სფეროში ხდება. რა ვიცი, დაწყებული იქიდან, რომ მაგალითად არ ვიცი, სასამართლო რო არა გაქვს რა, ანუ ზოგადად აი სასამართლო ხო არა გაქვს და რატო არა გაქვს? იმიტომ რომ რაღაც სხვა ყავს უზენაესი მოსამართლის. კი არა ყავს შენ, რასაც სამართლიან, არასამართლიანად თვლი, არამედ რა ყავს ბიძინა, ყავს მიშა, ისინი არიან რა, მოკლედ. დანარჩენები უბრალოდ უნდა გამოიცნონ ამათი სურვილები, ან პირდაპირ ეტყვიან და მაშინ გასაგებია ყველაფერი. იგივე ხდება მაგალითად არ ვიცი, აი ექიმი რო გინდოდეს გახდე. ანუ ექიმი რას ნიშნავს, რომ ვიღაც ადამიანს დაეხმარო, ხო? ხო და წარმოიდგინე, რომ ექიმი ხარ და მაგალითად კორონაა რა. და კორონას დროს ადამიანი, ანუ ხედავ, რომ ვიღაცა ქუჩას რეცხავს. ან ვიღაცა სადღაც ვიღაცებს ამწყდებს. და შენ იდეაში რავი, შენი პროფესია გავალდებულებს თუ არ გავალდებულებს, რომ შენი აზრი თქვა, ანუ სიმართლე თქვა. ანუ გიყვარდეს შენი, არ ვიცი, რა ქვია იმას, მოყვასი და არა მხოლოდ მოყვასი ქრისტიანობის შემთხვევაში და უბრალოდ უთხრა ამ მოყვას სიმართლე, რომ ტყუილ აწვალებენ. ხო და იაგომ დაწერა რა მაშინ ის რაღაც პოსტი, რომლითაც მე რაღაცნაირად აი პირველი საჯარო სივრცეში განსხვავებული აზრი, რომ ესო კაც პატიმრობაო და არ შეიძლებაო რა. ხო და წარმოიდგინეთ, რამდენმა ადამიანმა, რამდენმა ექიმმა
რავი, თავისი აზრი არ გამოთქვა ამ საქმეზე. ხო და ესეც ხო ანტიქრისტიანული საზოგადოების ნიშანია, რომ ადამიანები თავის ფუნქციას რო არ ასრულებენ. ჩვენი აღქმა ქრისტიანობის, როგორც საზოგადოების რო ვიზახეთ ჩვენ ვართ ქრისტიანიერი, არაფერ შუაში არ არის მართლა ქრისტიანობასთან ჩემი აზრით. და ეს არის მთელი ჩვენი პრობლემა, რომელსაც აი უამრავი დაწყებული აი საცობიდან დამთავრებული პოლიტიკური სისტემით, რომელშიც ადამიანებს უბრალოდ ერთმანეთზე აგიჟებენ, აი როგორ ვთქვათ, აი ნაცი და ქოცი რო არის ერთმანეთის მტერი. ან კიდევ შეიძლება ვიღაცა დაიყოს და კიდევ უფრო რაღაც მწვავე მტრები იყვნენ, ან ნაკლებად მწვავე მტრები იყვნენ. მაგრამ სინამდვილეში მთელი აქცენტი გადაწყენილი იმაზე, რომ ის ვიღაცა ცუდია რა, უბრალოდ ცუდია. არა იმიტომ, რომ აი ხა მე რა ჩამოვთვალე ან სასამართლოში, ან არ ვიცი, განათლებაში, ან ჯანდაცვაში, ან სადმე უნდა რომ მოყვას დაეხმაროს და ამისთვის რამე სიმართლეს ამბობს. არა, იმიტომ რომ აპრიორი ის ვიღაცა არის რაღაც მტერი, ან ბოროტება, ან რა ვიცი, რასაც კიდე დავარქმევენ სისხლიან ხაზწეს დაუძახებენ თუ რაღაცა რუსს დაუძახებენ, აი ჩვენ რითი ვართ უკეთესები ამ ადამიანებზე რა, ანუ გინდა მიშაზე, გინდა ბიძინაზე, აი თითოეული ის ტიპი, რომელიც აი ისე იქცევა, როგორც ამ საზოგადოებაში იქცევა თავის როლში. აი იმათ როლში რომ მოხდეს, წარმოიდგინეთ, აი იმ საზოგადოების წარმომადგენელი, იმ მორალით, აი ქუჩაში როგორც დადის, იმ მორალით რომ მოხდეს, ისეთი ძალაუფლების ქონია ადგილას, რომელშიც მაგალითად მიშა ამ ბიძინა მოხვედრილა. ვინმეს რა გარანტია აქვს, რომ ის ადამიანი უკეთესი იქნება. თუ ასეთი წესრიგი გვაქვს და ზოგადად ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ აი ამ წესრიგს უნდა შევეგუოთ. სხვათაშორის აი სკოლაში მაქვს ეს განცდა რა, რომ მშობლებს რო ველაპარაკები, მშობლებს რო ხვდები რა, ანუ განა არ ესმით, რომ რაღაცა არასწორია იმაში, რასაც თქვათ ჩვენ შვილებთან დაკავშირებით ვაკეთებთ რა, მაგრამ აი ასე რო არ გავაკეთო, ასე რო არ მოვიქცე, რამე რისკები მემუქრება თუ არა, ანუ მეც რო იგივე არ ანტიქრისტიანულად არ მოვიქცე, იმიტომ რომ სკოლაშიც ხო იგივე ხდება, ანუ ხო გვესმის, რომ ბავშვობიდან ვიწყებთ აი ამ ყველაფრის ჩანერგვას საკუთარი შვილებისთვის, ან ყოველ შემთხვევაში არ ჩანერგვას სწორის, რა მნიშვნელობა აქვს, მე შეიძლება შემთხვევით რამე კარგ რამეს გადააწყდეს თავისით და თვითონ რაღაცას ადამიანი მიხვდეს ზოგადად, მაგრამ აი როგორც საზოგადოება როგორ ფუნქციონირებთ რა, რას ვახალისებთ, სწორს ვახალისებთ, გვინდა რომ მაგალითად თავისი შვილს დავაჯეროთ, რომ შვილო, ანუ აი ამ სიმართლეს, რასაც შენ არ ვიცი, ქიმიაში სწავლობ, ბიოლოგიაში სწავლობ, რა ვიცი, მათემატიკას რისთვის სწავლობ, იმისთვის სწავლობ, რომ ეს სიმართლე უნდა გამოიყენო სხვა ადამიანის საკეთილდღეოდ და რაც უფრო შენ კარგად გარდაქმნი აი ამ შენს უნარებს სხვა ადამიანის საკეთილდღეოდ, ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა, თუ საკუთარ თავს არ მიხედავ, სხვა ადამიანებს საერთოდ ვერ მიხედავ და საკუთარი თავის მიხედვა უნდა ისწავლო, ანუ რაღაც ქრონოლოგიურად რო წარმოიდგინო, მაგრამ საბოლოო მიზანი რა არის, რომ ანუ ადამიანი უკვე სრულწლოვანი და თავისუფალი ადამიანი ნიშნავს, რომ თვითონ აქვს ეს მორალური ვალდებულებები, თვითონ აქვს გაცნობიერებული, კი ხანდახან ცდუნებები აქვს, ასეთი ცდუნება აქვს, ისეთი ცდუნება აქვს, მაგრამ თვითონ არის ამ პროცესში რა, ბრძოლის საკუთარ თავთან, საკუთარი თავის ჩამოყალიბების იმის ხათრით, რომ რაღაც მთავარი მნიშვნელოვანი ღირებულებების ჯერა, რომ სიმართლე საჭიროა იმისთვის, რომ ვინც გიყვარს იმას კარგად მოუარო. ხო და თუ ამ ყველაფერს ამისთვის არ აკეთებ, მაშინ ხო იდეაში მართლა ადამიანის ცხოვრების აზრი იკარგება, აბა რატო ვაკეთებ? ავარისთვის ვაკეთებ, მაშინ რა არის ხო ღირებულება, რომ ძლიერს დავემორჩილო, ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში ეს მორალური ისტორია ვლინდება, ყველგან აბსოლუტურად რა. ანუ დაწყებული იმით, როგორ ვექცევით საკუთარ თავს, მე როგორ ვექცევით საკუთარ ოჯახს, მე როგორ ვექცევით საკუთარ მეგობრებს, კოლეგებს, რა მორალით მოძრაობთ რა ამ ცხოვრებაში. ეს იდეა მქონდა რა, რომ ერთია რომ ეს მაგალითად შენ თუ სწორად იქცევი, არასოდეს არ იცი, რა შედეგს მიაღწევ, მაგრამ აი როცა არასწორად იქცევი, მაშინ შედეგის გამოცნობა არის შესაძლებელი. აი მაგალითად ეკონომიკა ხო მაგას სწავლობს.
ანუ ეკონომიკა სწავლობს, რომ ანუ სხვათაშორის აი როგორ მიდიხარ რა მაგ იდეებამდე, რომ მაგალითად ეკონომიკა არის ეგეთი დარგი, რომელიც გეუბნება, რომ რა შემთხვევაში არის რომელიღაც კონკრეტული საზოგადოება იქაური არსებული წესრიგის შესაბამისად უფრო პროდუქტიული. ანუ პროდუქტიული მეტ მუშაობს, მეტი სტიმული აქვს რომ იმუშაოს, მეტი სტიმული აქვს რა შემთხვევაში აქვს, რომ როცა ნაკლები ძალადობაა, როდესაც რაღაცა არსებობს საქმის სამართლიანად გარჩევის ინსტიტუტი, ანუ სასამართლო, როდესაც მაგალითად ადამიანებს ნაკლებად ძარცვავენ, ანუ ნაკლები გადასახადებია, როდესაც მაგალითად ადამიანებს საქმის გაკეთებაში ნაკლებად უშლიან ხელს, ანუ რეგულაციები და სახელმწიფოს ზომა პატარაა. ანუ ეს ყველაფერი ხო ამ ქრისტიანულ მორალს ეფუძნება, ანუ ეკონომიკა ზოგადად როგორც მეცნიერება, სინამდვილეში წარმოიქმნა აი ზუსტად აი ამ სხვადასხვა ეკლესიაში იეზუიტი ბერების, ფრანცისკანელი ბერების დამსახურება პირველი ეკონომიკური ტექსტები, მოკლედ მათი დაკვირვება საზოგადოების ქცევაზე, რომელიც მერე რაღაცნაირად ადამ სმიტი იქნებოდა თუ სხვა ეკონომისტები, ფაქტიურად ემპირიულად დააკვირდნენ, რომ რაც უფრო ქრისტიანულია საზოგადოება თავისი წესრიგით, აი შეესაბამება საცხოვრებისეული წესრიგი იმ წესებს, რომელიც ბიბლიაშია, მოკლედ გადმოცემული, მით უფრო პროდუქტიულია და რაც უფრო მეტი ძალადობაა, ანუ მეტი ტირანია, მეტი ცოდვაა, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ამ საზოგადოებაში, მით უფრო მეტი უბედურების რისკები ემუქრება და მით უფრო დიდია ალბათობა იმის, რომ ადამიანი რაღაცნაირად დაიტანჯოს. ხო და შესაბამისად, შენ თუ იცი, რომ აი ასეთი ტიპის რაღაც ქცევები ამა თუ იმ საზოგადოებაში მოსულა, მაგალითად ძარცვა მოსულა, რაღაცა უსამართლობა მოსულა, ვიღაცაზე ანუ უსიტყვო მორჩილება მოსულა, მაშინ იცი, რომ ამ საზოგადოებას პრობლემები ექნება და რაც უფრო დეტალურად იცი და ახლოვებით რას აფუჭებს, მით უფრო ზუსტად შეგიძლია განსაზღვრო რა რისკები დაემუქრება და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ რელიგიასთან და მისასვლელი გზა მრავალმხრივია. ანუ შეგიძლია ობიექტურადაც მიხვდე, რომ როდესაც შენ რაღაცა ცოდვას ამ ტიპისას ჩადიხარ, მაშინ იქნები ღარიბი. მაშინ, არ ვიცი, შენი შვილები მაგალითად დიდი ალბათობით გაატარებენ უბედურ ცხოვრებას. ხო და შენ თუ ასე არ მოიქცევი, არსებობს შანსი, რომ მაინც უბედური ცხოვრება გაატარონ, იმიტომ რომ არ გაუმართლოთ. მაგრამ არსებობს უფრო მეტი დიდი შანსი იმისა, რომ მათ ცხოვრებას აზრი გაუჩნდეს და ბედნიერი ცხოვრება ვითი ცხოვრობს. ეს არის სულ მთელი შინაარსი. ანუ ეკლესიურობა ნიშნავს, როდესაც შენ რისიც გწამს, შენ ყავს თანამოაზრეები, მაგალითად მრევლი იქნება ის თუ სასულიერო პირი, რომელთან ერთადაც იმ შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ან ფიქრობ, ან მათთან ერთად დღესასწაულობ, იმიტომ რომ გიხარია, რომ ამ ადამიანებთან ერთად, ვისაც იგივე სიჯერა, რისიც შენ გჯერა, შენ რაღაცას აკეთებ, ხო და აი ჩემი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე ეკლესიური ვერ ვარ, იმიტომ რომ გონია, რომ აი იქ რომ მივდივარ იმ ადამიანებთან, შეიძლება ვცდები მეთქი, მაგრამ მაინც იმ ადამიანებთან რომ მივდივარ, ვინც ეკლესიაში დადის, ჩვენ ერთი და იგივე რაღაცას არ გვწამს. ანუ გარეგნული ნიშნებით შეიძლება გვწამს, ერთი და ორივენი ვიძახდეთ, რომ რაღაცა ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაგრამ მაგალითად ის ადამიანი იმის გამო, რომ აი ამ ისტორიას როგორც წითელ ქუდას ესე კითხულობს, მე მგონია, რომ ერთი და იგივე რაღაცის არ გვჯერა, რაღაცა სხვადასხვა რაღაცის გვჯერა. ამიტომ იმ ადამიანებთან მე მიჭირს, რომ იგივენაირად აღნიშნო დღესასწაული იქნება ეს ან რაზე ვიმსჯელო იმ ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ არ მსჯელობენ და ფიქრობენ, რომ არ ვიცი, ხომ მნიშვნელოვანია მამაო რას გვეტყვის, რა უნდა შევჭამოთ. ამადან დროს, ანუ აი მე ასეთ გარემოებებს, როგორც არ ვიცი, რა უნდა შევჭამოთ, როდის უნდა შევჭამოთ, როდის რაღაცა უნდა ესეთი რიტუალური გავაკეთოთ, მაგის შინაარსს მხოლოდ მაშინ გავიგებდი, თუ ჩვენ რაღაცა ისტორიებს ერთნაირად ვიაზრებთ, ერთნაირად ვაცნობიერებთ და ამის აღსანიშნავად ვიყენებთ რიტუალს, რომ აი ჩვენ უკვე ეს გავიაზრეთ და აი რაღაცა როლში შევდივართ, რომ ესეც გავაკეთოთ, მაგრამ თუ ამას წინა ისტორია არ მოყვება და ჩვენ არა ვართ ერთი და იგივე რელიგიის ხალხი, ანუ ერთი და იგივე არ გვჯერა, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, არ გვჯერა, რომ სიმართლე მნიშვნელოვანია, არ გვჯერა, რომ ადამიანი შემოქმედია,
ან თუ ამის არ გჯერა, უბრალოდ რაღაცას იმას სხვა ისტორიის ჯერა, თუნდაც იგივე ტექსტზე დაფუძნები. ანუ შენ შეიძლება ერთი და იგივე ტექსტი წაიკითხო და საერთოდ განსხვავებული დასკვნები გააკეთო სამწუხაროდ. 21 საუკუნეში სამწუხაროდ ჩვენ წითელ ქუდას ზღაპარი გგონია ეს ყველაფერი. მე მგონია რომ ძალიან რთული სიტუაცია ერთის მხრივ და მართლა რწმენას მოითხოვს რომ შენ რაღაცნაირად ყოველდღიურად იფუნქციონირო და მეორე დღესაც გქონდეს რა ვიცი რაღაცის გაკეთების სურვილი. რომ აი შენ სხვანაირად გააკეთო და კარგია, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანია, როდესაც თუნდაც იმ მასშტაბის საზოგადოება ჩამოყალიბდით, რომელსაც რაღაცნაირად შეგვიძლია რომ ჩვენი რაღაცა გზით ვიაროთ და ნაკლები ყურადღება მივაქციოთ იმას, თქვა ჩვენს გარშემო რა კატასტროფა ხდება, იმედია რომ ღმერთი დაგვიფარავს ამ კატასტროფისგან, რომელიც მუდმივად გველოდება და რაღაცნაირად გადავრჩებით.